მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. კომენტარებში იყო ესეთი მოთხოვნა, რომ გამიშალა გავედოს თუ არა ნაბიჯების გადმოდგმას კონკრეტული ადამიანი, თქვენი პიროვნება, ვისთანაც ეხლა არ გაქვთ კონტაქტი და გინდათ რომ გადმოდგას ნაბიჯები მან პირველმა. გავედოს თუ არა ნაბიჯების გადმოდგმას ეს ადამიანი. ჯერ ვნახოთ თქვენ რა მდგომარეობაში ხართ ახლა, რა სიტუაციაში ხართ. მეგობრებო, თქვენ საკმაოდ ისე ჩახართ გარედან, უბრალოდ ესე ვიტყვი, რომ შინაგანად შეიძლება ძალიან დაცარიელებული, ისე ემოციებისგან დაცლილი და ცოტა განადგურებული სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ესე რაღაცნაირად ცუდ მდგომარეობაში, ცუდად გრძნობთ თავს შინაგანად, მაგრამ გარედან ეს ყველაფერი არ გემჩნევათ და ესე გაჩერებული არ ხართ ცხოვრებაში, საკმაოდ ვითარდებით, რაღაცა ახლის დასაწყისი გაქვთ, შეიძლება ვიღაცები რაღაცას სწავლობთ კიდეც, რაღაცა ახალს იწყებთ ცხოვრებაში, შეიძლება დიდხანს ფიქრობდით ამ რაღაცაზე, დიდხანს წვალობდით ამ რაღაცის გამო და ახლა იწყება ახალი ფურცლიდან თქვენი ცხოვრება, ასე ვთქვათ, კონკრეტული სიტუაციის მიმართულებით, ხო? მაგრამ შინაგანად ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ეს ყველაფერი გაბედნიერებთ, თუმცა ხვდებით, რომ ეს თქვენი მომავლისთვის ძალიან კარგია და ეხლა ამ წუთას ესე კი გრძნობთ თავს ცუდად შინაგანად, მაგრამ ხვდებით, რომ იქ მომავალში ეს ყველაფერი რაც ეხლა დაიწყეთ და რასაც იწყებთ ახლიდან მზეს მოიყვანს, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში და გამოანათებს თქვენს ცხოვრებაშიც. ამის იმედი გაქვთ და გჯერათ კიდეც, რომ ეს ესე იქნება. კარგი. მოდი ვიკითხოთ ახლა გავედოს თუ არა ეს ადამიანი ნაბიჯების გადმოდგმას თქვენსკენ. თქვენი ადამიანი გავედოს თუ არა ნაბიჯების გადმოდგმას თქვენსკენ. მეგობრებო, ეს ადამიანი ეს ადამიანი თქვენ ესეთ ქალად აღგიქვავთ, ან ესეთ ადამიანად აღგიქვავთ ყოვლის შემძლე, ასე ვთქვათ, რომელსაც ყველაფერი აქვს. ფინანსებიდან დაწყებული, გარეგნობით დამთავრებული, წარმატებულიც ხართ კარიერაში და ფიქრობს, რომ თქვენ არაფერი გაკლიათ ამ წუთას. და ამ წუთას შეიძლება თვითონ ძალიან ესეთი გაურკვევლობაშია, სხვადასხვა ემოციები აქვს. არ იცის რა იფიქროს, თუმცა ხვდება, რომ უზომოდ დიდი ემოცია აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ისეთი რომ იტყვიან, რომ მაინც და მაინც მარტო სიყვარულს გრძნობდეს, ან მარტო ნებას, ან რაღაც ესეთი არა. საერთოდ სხვადასხვა ემოციები, ბევრნაირი ემოციები აქვს თქვენს მიმართ და სულ ასეთ მდგომარეობაშია, არ გასდის ეს მდგომარეობა, ვერ გამოდის ამ ემოციებისგან. და საკმაოდ მძიმედ გრძნობს თავს, თქვენზე შეყვარებულია ეს ადამიანი და თქვენ მისთვის ხართ
აი ყველაფერი ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებას ანათებს. მაინც დავაზუსტებ კიდევ ნაბიჯების მხრივ რა ნაბიჯები ექნება, გადმოდგამს თუ არა კიდევ ნაბიჯებს ეს ადამიანი თქვენსკენ. დიახ, მეგობრებო, ცოტა ისეთი დაბნეული პიროვნება არის, გაურკვევლობა აქვს თავში რაღაცებს, ბევრს ფიქრობს და ვერ არკვევს რა უნდა გააკეთოს, უნდა ნაბიჯების გადმოდგა, მაგრამ ჯერჯერობით აი ესე აურზაური აქვს თავში, თუმცა გადმოდგამს ნაბიჯებს და საკმაოდ ისეთი ნაბიჯები ექნება, აი მოვა როგორც ერთგული ადამიანი და ენდომება რომ მყარი ურთიერთობა შექმნას თქვენთან. კიდევ რა ნაბიჯებს, აი როგორი ნაბიჯები ექნება თქვენსკენ ამ ადამიანს. კი, საკმაოდ ემოციური. ხო. იცით, აი ძალიან კარგი ნაბიჯები ექნება. შემოგთავაზებთ, რომ მის ცხოვრებაში იყოთ მყარად. მთავარი ქალი, რომელიც ანიჭებს ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ყველაფერს. შეიძლება თქვენ რომ ის გვერდით ხართ, ფინანსებიც კი მოსდის იოლად და ამ წუთას უფრო უჭირს ამ ფინანსების გამომუშავება და თქვენ მასზე ძალიან კარგად მოქმედებთ. თქვენ ხართ მის ცხოვრებაში მთავარი ქალი ეხლაც. ესე აღგიქვავთ ის, თქვენ შეიძლება ეს ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ის თქვენზე ესე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში მთავარი ქალი, რომელთანაც ფიქრობს, რომ იყოს მთელი ცხოვრება, ანუ შექმნას ოჯახი, იყოს მისი მეორე ნახევარი. ერთადერთი ქალი ხართ მის ცხოვრებაში, ვისაც ფიქრობს ამ ყველაფერს, აი თქვენ შეიძლება იყოთ ის ადამიანი, ვისთანაც გაატარებთ და ვის გვერდითაც იცხოვრებდა. კარგი. კიდევ ხომ არ დავამატო რამე. მოდი მასაც დავამატებ, რომ მოვა. რას გეტყვით? რომ მოვა ეს ადამიანი? რას გეტყვით? ძალიან საინტერესო. მეგდა. მისივა კარტები. რომ მოვა ეს თქვენი პიროვნება, რას გეტყვით? ფიქრობს, რომ რაღაცა არჩევანს აკეთებს, ბრძოლები აქვს თავის, აი წეღანაც როგორც ვთქვი, საკმაოდ დაბნეული პიროვნება, ახლა არ იცის როგორ მოიქცეს, რა გადაწყვეტილება მიიღოს და აი ეს თავის გონებასა და გულს შორის აქვს ბრძოლები. ძალიან დიდი, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, საკმაოდ სწრაფად გამოვა კონტაქტზე. რას გეტყვით, რომ გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს? აი დავაქციო ამის. მეგობრებო, გეტყვით, რომ სანამ ესე თქვენგან შორს იყო, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, გაგიმხელთ იმ ყველაფერს, როგორ გრძნობდა თავს და ახლა რომ გადმოდგა ნაბიჯები, რომ უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა. კიდე რას გეტყვით? შეიძლება ისიც აღიაროს, რომ დაიღალა რაღაცებს манипуლირებდა შეიძლება თქვენთან ურთიერთობაში და დაიღალა ამ ყველაფრით, უნდა ამ ყველაფრის განულება და თავიდან რომ დაიწყოს, თავიდან რომ იმუშაოს ამ ურთიერთობაზე, რადგან ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი შანსი დაკარგა და არ გამოიყენა თქვენთან. რამაც გადააგდო ძალიან დიდ სიმძიმეებში და ცუდად აგრძნობინა თავი ძალიან. ანუ და ამის გამო ხო,
შეიძლება ეს ყველაფერი მოგწეროთ მესიჯით. და ესე პირადად რომ შეგხვდეთ, მაშინ პირადად არ გითხრათ და მესიჯით მოგწეროთ ეს ყველაფერი. და ამის გამო რომ დასრულდა ყველაფერი, ძალიან გამოფიტულად იგრძნოთ თავი, უთქვენოთ. ამ ყველაფერს გეტყვით, როცა დაბრუნდება ის თქვენთან. დავასრულეთ დღევანდელი გაშლა, მეგობრებო, დაგემშვიდობებით დღეს, დროებით. წარმატებულ საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.